თუ ძროხის პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა გინდა, ყველაფერი სადგომიდან იწყება. სადგომის სწორად დაგეგმა ამცირებს ტრავმებს, აუმჯობესებს ჰიგიენას და ზრდის რძის მიღებას. ერთ სულზე ოპტიმალური სივრცეა დაახლოებით 9 კვადრატული მეტრი, სიმაღლე კი მინიმუმ 2,5 მეტრი. ერთ ძროხასა და ერთ ხბოს ერთად 10-მდე კვადრატული მეტრი ფართი სჭირდება. გასასვლელისთვის 1,5 მეტრი უნდა გაითვალისწინოთ. საკვებური კედელს არ უნდა ებჯინებოდეს, რადგან სუნთქვისას გამოყოფილი ტენი კონდენსატს ქმნის და სინესტეს აჩენს. ამიტომ აუცილებელია მინიმუმ 1 მეტრიანი მისადგომი. ფანჯრები მოაწყვეთ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეს, იატაკიდან მეტრისა და 20-30 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რომ ბუნებრივი შუქი საკმარისი იყოს. მათი საერთო ფართი იატაკის ფართის დაახლოებით მეათედი უნდა იყოს. იატაკი ოდნავ დახრილი გააკეთეთ და მოაწყვეთ ღარი ნაკელისთვის. ვენტილაცია აუცილებელია, რადგან ძროხა დღეში დიდი რაოდენობით ორთქლსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს. ცუდი ჰაერი განსაკუთრებით აზიანებს ხბოებს. ვენტილაციას ბოსლიდან გამოაქვს ზედმეტი ტენი და მავნე აირები, ამიაკი, ხოლო ბუნებრივი განიავება ფანჯრებისა და ღიობების მეშვეობით უზრუნველყოფს ჰაერის ცვლას ორკერი ქარის გარეშე. სისუფთავე კრიტიკულია. სველი საფენი 20-30%-ით ამცირებს ნამატს და ზრდის საკვების ხარჯს. საუკეთესოა ნამჯა ან მშრალი ნახერხი, რომელიც დროულად უნდა შეიცვალოს.